დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ესეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა პარტიამ საშუალება მისცა საზოგადოებას დააფუძნოს თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოახერხეთ უახლოეს ბოლო წლებში. 13 წელიწადია მოგეხსენებათ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივახციეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გაუსვათ, გახლავთ ის, რომ როგორც ქართული ოცნების წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს და შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვებულობთ ისეთ შედეგებს, როგორც საზოგადოებას უნდა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება სწორედ, რომ არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით, შთამბეჭდავი წარმატებები გვაქვს ქვეყნის განვითარების. როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე როგორც წესი რეაქციას არ აკეთებს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოება მოახერხა და ისწავლა თეთრი შავისგან გარჩევა და სწორი არჩევნების გაკეთება. იმედია დღესაც საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მობილიზებული მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ. დიდი მადლობა. დღეს ღამე სანქციებს